რანაირი პრეზიდენტები არ ახსოვს მსოფლიოს. აი თუნდაც ფრანსისკო მასიას ნგემა. კაცი, რომელიც ეკვატორიალური გვინეის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა 11 წლის განმავლობაში. კაცი, რომელიც აფრიკელ ლიდერებს შორისაც კი გამორჩეულად ექსტრავაგანტული ვინმე იყო. თუ კი ამ სიტყვის ხმარება აქ მისაღებია. ნგემამ საკუთარი თავი ღმერთად გამოაცხადა. ისე კი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ქვეყანაში ყველა მუზეუმი და თეატრი დახურა. განათლებული ადამიანები ეზიზღებოდა და რა კი სათვალისწარება განათლებულობის საზომად ეჩვენებოდა, სათვალიან ადამიანებსაც სდევნიდა. სახელმწიფო ხაზინას ხელი მოკიდა, ბანკიდან გამოიტანა და საკუთარი საწოლის ქვეშ ინახავდა. ბოლოს ეს ფული შეჭამა, რადგან მათთან განშორების ძალა საკუთარ თავში ვერ იპოვა. ახლა ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად მოგიყვებით. ბავშვობაში ფრანსისკო მასიას ნგემა სწავლის სიყვარულით არ გამოირჩეოდა და მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ მათ შვილს სწავლას ვინდა ეძებს, სკოლაში მაინც ევლო. ისე დასასწრებად. საბოლოოდ მომავალმა დიქტატორმა სკოლა როგორღაც დაამთავრა, მაგრამ მისი რეალური განათლება დაწყებითი კლასების დონეზე დარჩა. მაგრამ გაირკვა, რომ სრული უვიცობა სულაც არ ყოფილა ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერის გაკეთებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი. ნგემამ ეს საკუთარი ბიოგრაფიით დაამტკიცა. პოლიტიკური მოღვაწეობის გარიჟრაჟზე ეკვატორიალური გვინეა ესპანეთის კოლონია იყო და ნგემამ გადაწყვიტა კოლონიზატორების გულის მოსაგებად მათი გულმხურვალე მხარდამჭერი ყოფილიყო. კოლონიალურმა ხელისუფლებამ გაუნათლებელი, მაგრამ ერთგულის საზოგადო მოღვაწე დააფასა. ნგემას სულაც არ ეშინოდა ხალხის პროტესტის, როცა მიტინგებზე თუ პრესაში ესპანელების განდიდებით და საშიაყვანით იყო დაკავებული. ის ამტკიცებდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ კოლონიის სტატუსით შეძლებდა მისი ქვეყანა აყვავებას. აბა როგორ იტყობდნენ კოლონისტები უარს ასეთ კადრზე და არსებული წესების შესაბამისად სახელმწიფო მოხელის ადგილის დასაკავებლად გამოცდების ჩაბარების საშუალება მისცეს. აბსოლუტურად გაუნათლებელმა ნგემამ სამოხელეო გამოცდები 4-ჯერ ჩააფლავა, მაგრამ ესპანელებს ის ისე მოსწონდათ, რომ მეხუთე ცდაზე გამოცდები ჩაბარებულად ჩაუთვალეს და ჩინოვნიკად აქციეს. ამის მერე ნგემას თავბრუდამხვევი აღმასვლა ელოდა. 36 წლის ასაკში ის მშობლიური ქალაქის მერი გახდა. 8 წლის მერე კი, როდესაც ეკვატორიალურმა გვინეამ ესპანურ კოლონიალიზმს თავი დააღწია, ნგემა პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად იქცა. მოდი განვმარტოთ, ესპანეთმა კოლონიაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ზედმეტ ტვირთად აწვა. თორემ იქ გავლენის შენარჩუნება ცხადია რჩებოდა მადრიდის ინტერესებში. ამიტომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ფრანსისკო მასიას ნგემა პრეზიდენტის სავარდლში მორჩილი მარიონეტი იქნებოდა და ამიტომ ყველანაირად ხელს უწყობდნენ მის გამარჯვებას. თუმცა ესპანელები მწარედ შეცდნენ. ძალიან მალე გაირკვა, რომ ეკვატორიალური გვინეის პირველმა პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვებისთანავე რიტორიკა შეცვალა. პირველი, რაც პრეზიდენტმა ნგემამ გააკეთა, ესპანელები დამპყრობლებლად და ჩაგვრელებად გამოაცხადა და მათზე რეპრესიები აკურთხა. ევროპელებს, რომლებმაც ქვეყნის დატოვება ვერ მოასწრეს, იჭერდნენ, სასტიკად სცემდნენ. ზოგჯერ კი პირდაპირ ქუჩაში კლავდნენ. ნგემას პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თვეში ქვეყნიდან უკანასკნელი ესპანელი გაიქცა. თავიანთი სახლები, ფაბრიკები და პლანტაციები ყველა მიატოვა. თუმცა ახალი ხელისუფლება თავისიანების მიმართაც არანაკლებ სასტიკი აღმოჩნდა. ადამიანებს იჭერდნენ და სიკვდილით სჯიდნენ სრულიად აბსურდული გამოგონილი მიზეზებით, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული იყო ესპანელების მოკავშირეობის ბრალდება. მუდმივად იცვლებოდა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც. ძველ მინისტრებს ხვრეთდნენ, ახლები მოჰყავდათ, მერე იმ ახლებს ხვრეთდნენ და ასე შემდეგ. საბოლოოდ, როცა ყველა მინისტრი დახვრიტა, პრეზიდენტმა მთელი ძალაუფლება, ყველა პოსტი ქვეყანაში უკვე თავის ნათესავებს შეაბარა, ოღონდ ნგემას ძალიან მალე მათშიც იმედი გაუცრუდა. ხოდა ბოლო მინისტრიც რომ მიახვრიტა, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არავის ნდობა არ შეიძლებოდა და ყველა მინისტრის პოსტი პირადად ჩაიბარა. ამიერიდან ნგემა თავად წერდა კანონებს და თავადვე აღასრულებდა. მოკლედ აკეთებდა ყველაფერს, რაც კი მის ავადმყოფ გონებაში მომწიფდებოდა. მმართველობის 4 წლის თავზე, 1973 წელს ფრანსისკო მასიას ნგემამ ხალხს ახალი კონსტიტუცია წარუდგინა, რომელშიც საკუთარ თავს სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტობა ჩაუწერა. ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, რომელსაც განუზომელი ძალაუფლება ჰქონდა, ცხადია ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ხარჯავდა პირადი სიამოვნებისთვის ბიუჯეტიდან უზარმაზარ თანხებს. იმისთვის, რომ ფულის ხაზინიდან გამოტანის წესების დაცვით არ შეეწუხებინა თავი და ასე ვთქვათ, მთელი მოსაწყენი ბიუროკრატიული პროცედურები თავიდან აეცილებინა, ნგემამ ეკვატორიალური გვინეის ერთადერთი ბანკის პრეზიდენტის პოსტით შეითავსა. ბოლოს კი, როცა ბანკის საცავები ფაქტობრივად გამოაცარიელა,
ის რაც დარჩა პირდაპირ თავის სახლში, საძინებელ ოთახში გადაიტანა. უბრალოდ რომ წარმოიდგინეთ, ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფო ხაზინა პირდაპირი გაგებით საწოლის ქვეშ მოაწყო. ამის მერე პრეზიდენტი დაფიქრდა, ის ხო ფიქრისთვის იყო გაჩენილი და მოიფიქრა, რომ მთელი ფულის საწოლის ქვეშ შენახვა გონივრული არ იყო და გადაწყვიტა, რომ ხაზინის ნაწილი ეზოში ჩაეფლო. მიწაში ჩაფლული ქვეყნის ბიუჯეტი ძალიან მალე ნესტის და ქვეწარმავლების დახმარებით გამოუსადეგარ ნაფლეთებად იქცა. ქვეყანა პირდაპირი გაგებით გაკოტრდა. ფული პრაქტიკულად აღარ იყო. რა უნდა ეკნა? მდგემა, როგორც მოგახსენეთ, სოდნით არ გამოირჩეოდა. თუმცა ფულის თვლა შეეძლო და განადგურებული ბიუჯეტის შევსების ახალი გზა მოიფიქრა. ამიერიდან ის ყოველ დღე პირადად აწესებდა ფასებს პროდუქტებზე. წარმოიდგინეთ, დილას იღვიძებდა და გამოაცხადებდა, რომ დღეს პური ღირს 3 ეკველე. ეკველე ეკვატორიალური გვინეის ფულის ერთეულია. მეორე დღეს სუთხასიაძე გაიღვიძებდა და გამოაცხადებდა, დღეს პურის ფასი 20 ეკველია. შემოსავლის კიდევ ერთი საინტერესო გზა ტურისტების და უცხოელი დიპლომატების გატაცება და შემდგომში გამოსასყედის მოთხოვნა გახდა. ამგვარად ეკვატორიალური გვინეა ტერორისტულ სახელმწიფოდ გადაიქცა. აი ტურისტები ამის მერე სათოფეზე რომ აღარ ეკარებოდნენ ეკვატორიალურ გვინეას, პრეზიდენტ ცხადია არ ანახლებდა. დგომა მართ სახელმწიფოს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები დაივიწყა, როგორებიც რელიგია და განათლება იყო. ქვეყანაში აიკრძალა ქრისტიანობა. მოქალაქეებს წვინებს ურეცხავდნენ, რომ ფრანსისკო მასიას ნგემა თავად არის ღმერთი, რომელიც ხალხს გამოუგზავნეს ზეციურმა ძალებმა. ამიერიდან ქადაგება ეკლესიებში იწყებოდა ასე და შექმნა ღმერთმა ეკვატორიალური გვინეა მასიასის შემწეობით. ყველაზე მეტად კი ქვეყანაში მაინც ეგრეთ წოდებულ ინტელიგენციას მოხვდა. ბუნებრივია, რომ უციგნური პრეზიდენტი განათლების მნიშვნელობას გულთან ვერ მიიტანდა. თავდაპირველად მან ინსტიტუტების და სხვადასხვა სასწავლებლების დახურვით დაიწყო და ბოლოს დაწყებით სკოლებსაც გადასცდა. ადამიანი, რომელიც ქუჩაში სათვალით გავიდოდა, საკუთარი სიცოცხლით რისკავდა, რა კი პრეზიდენტმა სათვალის ტარება განათლებულობის უტყუარ ნიშნად გამოაცხადა. განათლება კი ქვეყანაში აიკრძალა. თავად ნგემას უყვარდა თქმა. მართალია ხალხიდან ვარ გამოსული, მაგრამ სულელი არ ვარ. ისინი სათვალეს იმიტომ იკეთებენ, რომ შრომელ ხალხს დასცინონ. ამგვარმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ ნგომას მმართველობის მიწურულს ეკვატორიალურ გვინეაში 10-მდე ადამიანი დარჩა, ვისაც უმაღლესი განათლება ჰქონდა და ისინიც არაფრით აღიარებდნენ დიპლომის არსებობას. როცა სახელმწიფო საქმეებით არ იყო დაკავებული, ნგემა პირად ცხოვრებას აწესრიგებდა. ცოლებს და საყვარლებს ერთი მეორეს მიყოლებით იცვლიდა. ოღონდ ყოფილებსაც უთვალთვალებდა, რომ ღმერთმა არქნას მის ყოფილ ცოლს ან საყვარელს ვინმე გაკარებოდა. როდესაც ყოფილების რამდენიმე ახალი მამაკაცის სიკვდილით დასაჯა, ბუნებრივია, აღარავის გასჩენია სურვილი პრეზიდენტის ყოფილთან საქმე დაეჭირა. იმ დროს, როდესაც ეკვატორიალურმა გვინეამ დამოუკიდებლობა მიიღო, მისი მოსახლეობა დაახლოებით 300,000 ადამიანს შეადგენდა. ნგემას პრეზიდენტობის პერიოდში კი მოსახლეობა 100,000-მდე შემცირდა. ქვეყნის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელს გაუბედავს და რეალური სიტუაცია მოუხსენებია პრეზიდენტისთვის. ეს გაბედულება მას საკუთარ სიცოცხლეთ დაუჯდა. ნგომამ ბრძანა აკუწეთ ეგებ თვლა ისწავლოსო. ყველა სიკვდილით დასაჯეთ, ეს პრეზიდენტის საყვარელ ფრაზად იქცა. უცხოეთში ყოველი წასვლის წინ კი ქვეყანაში მასობრივი დახვრეტები ტარდებოდა. ნგემას აზრით ამგვარ ტერორს მისი არ ყოფნის პერიოდში გადატრიალების სურვილი უნდა გაეკრო. ყველაფრის აპოთეოზად კი ქვეყანაში ელექტროენერგიის სრული გათიშვა გახდა. ეს ფუფუნება მხოლოდ ბელადისთვის და მისი უახლოესი გარემოსთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ეს ყველაფერი 1979 წლამდე გაგრძელდა. ყველა მიცოდა, რომ პრეზიდენტი ჭკუიდან შეიშალა, მაგრამ ამის დადასტურებაც არავის შეეძლო, რა კი ქვეყანაში ექიმებიც იდევნებოდნენ. ნგემას მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა. ის საკუთარი ოთახიდანაც აღარ გამოდიოდა, იჯდა და მის მიერმე დახვრეტილი მინისტრების აჩრდილებს ესაუბრებოდა. ამასობაში პრეზიდენტის ერთმა სასწაულით გადარჩენილმა ნათესავმა, რომელსაც ჯერ კიდევ ენდობოდა, თეოდორო ობიანგ ნგემამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა გარისკა. თეოდოროს საამისოდ ყველა ინსტრუმენტი გააჩნდა, ის ნაციონალურ გვარდიას ხელმძღვანელობდა. როდესაც გვარდიელები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ, დაცვამ იმ წამსვე დაყარა იარაღი. ამგვარად გადატრიალება მყისიერად და უსისხლოდ მოხდა. თუმცა თავად დამხობილმა პრეზიდენტმა გაქცევა მოასწრო. ის ჯუნგლებში გაიქცა და ფულით სავსე ჩემოდანის გაიტაცა. ეს მთელი ფული იყო, რაც სახელმწიფო ხაზინიდან დარჩა. დევნის ოპერაციამ 2 კვირა გასტანა. ბოლოს გვარდიელებმა ნგემა იმ დროს იპოვეს, როცა ის თან წაღებულ ფულის კუპიურებს ღეჭავდა.
სრულიად აშკარა იყო, რომ ნგემა ჭკუიდან შეშლილი იყო, თუმცა ის მაინც გაასამართლეს და ბრალად 80,000 ადამიანის მკვლელობა წაუყენეს. სასამართლომ ნგემას დახვრეტა მიუსაჯა. ოღონდ ეს იოლად შესასრულებელი საქმე არ გამოდგა. ყოფილი პრეზიდენტი იმუქრებოდა, რომ საფლავიდან აღსდგებოდა და შემსრულებლებს შეჭამდა. და რა გონიათ, გვინეელმა ჯარისკაცებმა ეს დაიჯერეს. ამიტომ განაჩენის აღსასრულებლად მაროკოდან ჩამოიყვანეს დაქირავებული ჯალათები, რომლებმაც შვიდად გაიყვანეს ნგემა ციხის ეზოში და ავტომატის ჯერი მიუშვირეს. მიხვდებოდით, რომ ნგემა არ აღმდგარა და ჯალათები არ შეუჭამია. ეკვატორიალური გვინეის პრეზიდენტი ტეოდორო ობიანგ ნგემა გახდა, ყოფილი პრეზიდენტის ნათესავი. მან ქვეყანაში სკოლები და სათვალისწინების უფლება დააბრუნა, მასობრივი დახვრეტების პრაქტიკა შეწყვიტა, თუმცა ღარიბი გვინეელებისთვის ბევრიც არაფერი შესცვლა. ქვეყნის მთელ სიმდიდრეს, ალმასებს, გაზს, ნავთობს, ოქროს, ახლა უკვე ახალი პრეზიდენტი და მისი ოჯახი განაგებდა. ფრიდომ ჰაუსმა ახალ ნგემას მსოფლიოში ყველაზე კლეპტოკრატი მმართველი უწოდა. ტეოდორო ნგემა ახლა 83 წლისაა. პუტინთან და ლუკაშენკოსთან მეგობრობს და ისევ პრეზიდენტია. აგერ უკვე 46 წელია ამ პოსტს იკავებს და სიკვდილამდე არსად წასვლას არ გეგმავს. ეკვატორიალურ გვინეელებს კი, ჩემი აზრით, არც არაფერი ეშველებათ. ეს ნგემა რომ მოკვდება პრეზიდენტად, მისი შვილი დააჯდებათ და ასე დაუსრულებლად.